ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირსხულავა ციხეში გატარებულ წლებს იხსენებს და აცხადებს, რომ საშელახსრულების სისტემაში წამებისა და ცემის ფაქტები სისტემატიური 2005 წლის შემდეგ გახდა. მისი თქმით, სისტემა ცნობილი ციხის ბუნტის შემდეგ ჩაიკეტა, რომელიც სწორედ ამ მიზნით იყო პროვოცირებული. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ განურჩევლად ყველა პატიმრს ცემდნენ უმოწყალოდ და ეს არ იყო დაკავშირებული ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლასთან. მირსხულავა ბაჩო ახალაიაძე საუბრობს და ამბობს, რომ იგი ციხის ბუნტის დროსაც ნახა საპატიმროში. მირსხულავას განცხადებით, საშელახსრულების დეპარტამენტის მაღალ ჩინოსნებს ინფორმაცია ჰქონდათ ყველაფერზე, რაც ხდებოდა საპატიმროებში, მეტიც ისინი ხშირ შემთხვევაში თავად მონაწილეობდნენ მჟავრდებულთა წამებაში. სისტემურ ხასიათს იღებდა, ეს დაიწყო 2005 წლიდან. აი ცნობილი ბუნტის მერე. მაპროვოცირებელი ამ ბუნტის გახდა ადამიანების და მათ შორის ერთ-ერთი უმძიმესი ავადმყოფის საშინელი ცემა და წამება. უმოწყალოდ ცემეს და აბსოლუტურად რა ვიცი, ჩვენ თვალწინ გაატარეს. ცემა მოხდა იქ აი ამ დაწესებულების დირექტორის კაბინეტში და ყველა მაღალ ჩინოსანი, მათ შორის ბაჩო ახალაიაძე ესწრებოდა ამ წამების ფაქტს. ეს იყო სწორედ ათვლის წერტილი, როცა აი ეს წამება არადამიანი მოპყრობა უკვე სისტემურ ხასიათს ადე. მე არ ვამბობ, რომ მანამდე არ იყო, უამრავი შემთხვევა იყო მანამდე, მაგრამ ამან მიიღო სისტემური ხასიათი. მე მინახია უამრავი პატიმრები, რომელიც თქვა რუსთავიდან, ქუთაისიდან, ხონიდან მოყავდათ და სწორედ იმ მდგომარეობაში, რომ სიკვდილამდე იყვნენ აცემენ.